მოგესალმებით. ცოტა იქით გასწია ხმა მაინც ისმის ჩვენ. როგორ ხართ რაშვებით? ცოტა იქით გასწია დედი. წადი მიდი გასწია. ისე გარეთ ხوار დავდგა და დავჭდეთა. ცოტა ოდნავ გასწია. ამიტანი ახლოს არ გვინდა. ასე შემოუტრიელი შეწე. რაზე? აი შენსკენ შეტრიელ. აი ეგრევე. ხათლამე თუნსუნუგა ეგრე დადი. როგორ ხართ ჩემო თბილებო და ტკბილებო როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ხართ? ახალი. იცი რამდენი ხანი აღარ შემოგვერთები ვართ? ახალი ვიდეო არ გადამიღია საუკუნეა. 4 რამდენი ვიდეო გქონდა? 3 დღე მე მგონი 3 ვიდეო მქონდა მგონი 3 დღე არ მოვსურვათ. 3 დღე ჩვენ არ გადაგვიღია. ხო. ის წინა ვიდეოები იყო და დავდეთ. დაგროვებული მქონდა და დავდე. როგორ ხართ აბა? რა შვრებით? რა ხდება თქვენსკენ კარგი? რა ხდება? მიდება მინდა გიორგი ამბალიშების ორივესი. კარგად დავჭდე. უიასი. ახალი რა ხდება ხალხო თქვენსკენ? მომენატრეთ. არ მოვსურვა რამდენი ხანია. მოგვენატრეთ ნამდვილად. როგორ ახართ? რა ხდება? ჩვენ თემით ვართ, რა თემით ავართ შემოსული? ეს აგვაქვს რა ქვია. აი იცი რა თემა მინდა განვიხილო? ადამიანები რო აკომპლექსებენ სხვა ადამიანებს. ეგ მინდა ზუსტად. დაიწყე და შემოგიერთდე. კომპლექსი ადამიანს არ ზოგადად ადამიანს არანაირად არავინ არ უნდა გააკომპლექსო. ო ადამიანი მთავარია ისე უნდა გიყვარდეს და მასქნა რა ქვია. არც იმითი უნდა თქვათ, არც ზედმეტი წონით არ უნდა განიხილო, არც თვალების სიელმით, არც სილამაზით, არც გრძელითმით, არც მოკლეთმით, არც იმითი, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ადამიანი იმ შემთხვევაში და პატივს ცემდე, თავარია სული კონდეს, სიტყვა კონდეს და ადამიანობა კონდეს შენს მიმართ, რომ აი ეს ადამიანი იყოს შენს მიმართ წესიერი, მოწესრიგებული და ყველანაირად შენ მხარეზე იყოს შენ ის ადამიანი და იმ შემთხვევაში უნდა კომპლექსი არავინ არ უნდა დააკომპლექსო. არასოდეს. არიცი. თავარია კომპლექსი ის კი არ არის ხალხო, აი ელემენტარულია ის შენ. ყველას თავისი აზრი აქვს. ის არის რა ქვია. სიმაღლის გამოციციან და დაცინვა დაბალი ხარ, რატო ხარ დაბალი და დაგცინიან ადამიანს ძალიან ცოტა ზედმეტად მაღალი ხარ და დაგცინიან რატო ხარ ესეთი და ის არის რა ქვია. სუქანი ხარ, სუქანი არა, პუტყუნა ხარ, დაგცინიან რატო ხარ, ის არის რა ქვია, გამხდარი ხარ და ფურა არის, გამხდარი რო ხარ, რას გავხარ, დაგცინიან. ისა გაქვს რა ქვია, ისეთ ფორმები არა გაქვს სხეულის, რომ მოდელივით იყო. ეხლა ყველა მოდელები ვერ ვართ. და განა ვიღაცამ რაღაცა დაგვიწერა. არა, არავინ არ დაუწერიო. საერთოდ დაუწერია. უბრალოდ მინდა რომ ჩემი აზრი გითხრათ ყველაფერზე. უბრალოდ არ შეიძლება ელემენტარული ადამიანი დააკომპლექსო. ადამიანი ფული გაქვს ის არის რა ქვია. ზედმეტი რატომა და კიდე ამას ვერ ვიტან ხალხო. აი კიდე მე ამას ვერ ვიტან. აი განდიდების მანია რო აქვთ ადამიანებს. აი თითქოს აი რაღაცა კომპლექსი აქვს. აი განდიდების მანია ადამიანს არ უნდა კონდეს. დიდარი ხარ, თავარია სული გქონდეს, ტკბილი. ღარიბი ხარ, დიდარი ხარ, მანქანა ყავს, არა ყავს, ფული გაქვს, არა გაქვს. თავარი ადამიანობა იყოს და ახლა ყველას მანქანა ვერ აყავს. ხო, ვერ ეყოლება და ყველა მდიდარი ვერ იქნება და ყველა ღარიბი და აი ელემენტარული აი იმას ჩაცმულობაზეც რო ის არის რა ქვია. უბრალოდ ეს არის 4 ლარიანი მაიკა თუ 5 ლარიანი. აი მეორადში ვიყიდე.
ხო აი ყვირის რომ მეორადი ვარო ხო არ ყვირის არა რაღაცა ვერ არის ტელეფონი რაღაცა რაზე და ბუნდონად აჩვენებს ბუნდონად აჩვენებს იმიტომ რომ შუქიანათებს და არა გამას ხარისხი და მაგიტო მეორეთი რა ტორქენი მეორეთი რანაირად აქნა შუაგზაზე ითიშება აღარ ითიშება ხანახან როგორ არა იგრე დიდი ვიდეო გამოგვივიდო და გაითიშება დიდი ვიდეოს რო ვიღებთ ითიშება ხო და ელემენტარული აი ტანსაცმელზე აი არის მეორადია რა არის მე ვერ მაცვია ყვირის მეორადი აი ის არის აქვია აი ეს შორტი მაისურიც აქვს ამას უნდა არ მაცვია მაისური თიმუდარმა გამოწერილი არ არის ბრენდი დიდი ამბავი ახლა ეთყობა რამე ყვირის რო ბრენდი არ ვარო ხალხო თავი მტკივა იცი რა მაგრა ძლებს და კიდე ისა რა ქვია ოფისე მტკივა თავი დღეს ეხლა გუშინაც მტკივა აი იქიდან ნინო ბრძოლა ჩამოინგრა მეთქი რა ჩამოინგრა იქან მეორე ოთახში არიან იქით ხარეს ხო და ეს არის აქვია ბრენდს აუცილებელი არ არის ბრენდი გეცვას და ადამიანობა იყოს და ადამიანია ეხლა მაინდამაინ ლუი ვიტონი რო არ გაცვია რა არ ვითომ აი რატომ ისა ხარ აქვია ცუდი ხარ ვინმე ზენაკლები ხარ უბრალოდ დაისაგიდე აქვია შანელი და კიდე რა ბრენდი ბალენსია გადაზღავს ბრენდი შეიძლება მე ჩემს სხეულში ვარ უბედნიერესი ადამიანი სიტყვაზე რანაირი სხეულიც კიდე რაღაცა მოვიდა ინტერნეტია გამორთული ხალხო ეს ჩემი ტელეფონი ძალიან მაგრა უბერავს ამ ბოლო დროს ინტერნეტი გამორთულია და იმას აშვება რა ქვია მოდის ბრენდები ელემენტარულ ბრენდზე არ არის ადამიანი თავარი ადამიანი იყოს და ადამიანობა კონდეს იმას რა არის გიორგი ახლა მოდის ახლა მოდის ო ვერ არის შენ ტელეფონი ვერ არის ჩემი ტელეფონი თავის მატრუზე იქ კი არ გამოჩნდება ვიდეოში მაგრამ ხო და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ აი არ შეიძლება და ბრენდი არ გეცვას და აი მე ბრენდი მაცვია და მეორადებში ზოგს სხვათა შორის სიმართლე გითხრა ის ბრენდები ხო მეორადებში აქ ნაყიდი ორლარად და სამლარად ინდა კონდა და იმაში რა ქვია განდიდების მანია აქვს ჯერ ეგეთი მეორადი რო ყიდულობ რა არ ვითომ ცუდი ხარ ესე იგი ვინმე ზენაკლები ხარ თუ რა არის რახან ხო არ უნდა იყოს რახან ახლა ზარა და ის არა ქვია H&M და ვაიკიკი და რა ჯანდაბები როა შმაიკიკი აი სიტყვაზე ავიღოთ აი იმ დღეს აი ერთ-ერთი იუთუბერია სახეს ზაგვარს არ დავასახელებ ბავშვმა უბრალოდ თქვა რომ ჩემი დაბადების დღე მოდისო და ჩამირიცხეთო ყველამ სხვანაირად გაიგო სხვანაირად გაიგო არანაირად არავისე არ უნდა გაიგო სხვანაირად ნამდვილად რომ ვისაც გსურთო ხო ვისაც გსურთო უბრალოდ ბავშვმა თქვა ახლა ბავშვი რო გაახარო რა ხო ელემენტარული აუცილებელია იმ ბავშვს უჭირს და იმის მშობელს უჭირს და სხვანაირად გაიგო ხა რა შუაში ესე იგი ჩვენ რო ღმერთმა ყველას მისცეს და ყველას იმდენი გქონდეს რომ ყველასთვის დახმარება გაგვეწიოს და ნამდვილად ყველას უკან არ დავიხებთ რომ გქონდეს კეპიცები ჩემი ერთვის რომ აი ადამიანი როგორ ჩემი ელემენტარული რაღაცით გავახარო ხო გინდა 50 ლარით იყოს გინდა 20 ლარით იყოს გინდა 30 ლარით იყოს გავახარო ხო რომ მქონდეს ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ ხო რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით აი გულით ნამდვილად იმას აუცილებელი არ არის რომ შენ იმასაც მოგთხოვოს არანაირად არ არის ხო იცით ხალხო ის რო ჩამერიცხა რა ქვია 200 ლარი რო ჩამერიცხა და თქვენც ხო გითხარით ვიდეოში პირველად რო ჩამერიცხა 200 ლარი სუპირველად ვაიმე სიხარული კი არა სიხარულზე რა ვიცი ისეთი ის მქონდა რა ქვია ისეთი აჟიტირებული ვიყავი რომ ვერც გამოვხატე მგონი ის სიხარული რა ვიცი მე ხო და ტელეფონი ის რა ქვია ინტერნეტს ხო დავარტყი ინტერნეტის იმას ეგ დავარტყი ხო და ტელეფონიც უნდა კინამა გაუშვი და დავამტვრიე ხო და სხვანაირად გაიგეს ეგონათ ხალხს ეგონა რომ ზოგს ეგონა რომ ის არის რა ქვია მე მოვითხოვე მე იმას აქვენი რა ქვია ვიწუწუნე და იმიტომ ჩამირიცხეს არანაირად არავინ არ წუწუნებს ხალხო სიმართლე გითხრათ ხალხო გულთან ახლოს არც მიმიტანია იცი რა არის შურთ და იმ შეშურდათ
და მაგიტო. არა, უბრალოდ შეშურდათ კი არ შეიძლება აი სხვანაირად გაიგეს. ყველამ სხვანაირად არ უნდა გაიგოს. ყველა სხვანაირად არ უნდა ნათქვამია ხალხო. აი ღმერთო არ მიყვარს ეს აი რაღაცის მიზნით ადამიანი არ უნდა დაკნინებას რო ცდილობენ ადამიანის რაღაცის არ უნდა დააკომპლექსო ადამიანი ყველანაირი ადამიანია ყველა ადამიანი მისცა უფალმა ის მისცა ადამიანს რომ აი შენ გული მიეცი ადამიანს სული მიეცი ჯანმრთელობა მიეცი მოგცა ხო ღმერთმა ყველა ერთნაირი ვერ იქნება ადამიანი ნამდვილად ზოგი ღარიბი იქნება ზოგი მდიდარი იქნება ზოგს მანქანა ეყოლება ზოგს არ ეყოლება მაგრამ მაგის იმითი არ უნდა გაანსხვაო ადამიანი მანქანა ყავა რაღაცა ჯართია ხო დიდარი ვარ და აი ელემენტარული აი ღარიბთან ეგრე არ უნდა იყოს ნამდვილად არ წამს და არ უნდა დააკნინო ადამიანი რომ აი შენ რა ბრენდი არ გაცვია და რატომ გაცვია ის უბრალო რაღაცა ადამიანი თავარი ადამიანობაა და სულია და გვერდში დგომა ადამიანის და აი ყველანაირად უნდა გამოხატო ადამიანმა რომ სიტყვაზე და ზოგმა იცი რა იცის კიდე iPhone-ები რო აქვს და ვიღაცას Android-ს რო დავანახავენ და ფუ ეგ როგორ გიჭირავს ეგ ნაგავი როგორ გიჭირავს კარგით Android-ი მქონდა ამდენი წელი მაგრამ ძალიან მშვენივრად ვიყავი მე რა ესე იგი iPhone-ი მაქვს რახან iPhone-ი მაქვს უნდა სხვა წავიდე და უსხავლან ხო არა ბევრი Android-ი თუ არ მეჩინოს iPhone-ს არა ადამიანი მარტო ბრენდებზე და იმაზე არ უნდა იმას ქნას და არავის არ უნდა იცი რას ვიტყვი ვისაც ეგეთი ის აქვს იცით რომ ეგ აი თქვენი iPhone-ი ეგ თქვენი სათაყვანებელი iPhone-ი რო ჩინეთში მზადდება კიდეც უზადდებოდეს რა ჩინეთში რა ხან უზადდება ადამიანი არა ჩინური მეებს ხო იცი ზოგს ისეთი ის აქვს როგორ გიჭირავს ჩინური რაღაცა ნაგავი ესე იგი რა არ ვიცი ფასით და იმითი რა ქვია უბრალო რაღაცით არ განსხვავდება ადამიანი არც ღარიბი არც მდიდარი არც კიდე იმაზეც იციან ხოლმე გამხდარი და არც სუკანი არგანის ისურება მთავარია იმას ადამიანობა ქონდეს სული ქონდეს და მე ნამდვილად iPhone-ი იქნება თუ ის იქნება კიდე შეიძლება პროპკიანი ტელეფონი ქონდეს მაგრამ მთავარია ადამიანობა ქონდეს და მთავარია ადამიანი იყოს და ადამიანურად მითხრა ადრე კიდე ისინი ეგეთ რაღაცებს არ ვაქცევ ხალხო ყურადღება iPhone-ი სხვათა შორის iPhone-ი კი არა ვიღაცას აი ამდენი აქვს და მე იმასთან მთავარი ადამიანი იყოს მთავარი შეიძლება სახლიც არ ქონდეს იმ ადამიანს და ქუჩაში იყოს მაგრამ მთავარი ადამიანობა გამიწიოს და ელემენტარული და იმას როგორც უნდა ისე იცხოვრებს გინდა ქუჩაში იქნება რა მინდოდა თქვა ხალხო რაღაცა მომივიდა და დამავიწყდა ისევე რაღაცა მინდა მთავარი iPhone-ი მარტო კი არა ადრე ის იყო რა ქვია ღილაკიანი ტელეფონები ჩვეულებრივი ხო და მოდაში იყო ჩემ ბავშვობაში მოდაში იყო Motorola შემოვიდა ასახდელი Motorola იყო ესე რო იხდებოდა მე რო მქონდა ხო და ის არის რა ქვია ბევრ შემეჩნევია ვისაც ეგ ტელეფონი ქონდა და სხვა რაც არ ქონდა მაგალითად ეგ ტელეფონი და უბრალო Nokia ქონდა ესე უყურებდი ალმაცერად ქონდა ეგ ტელეფონი მქონდა რა ტელეფონი იყო ახლა ისეთი რო ის მასაშურებოდნენ რა ქვია აი ეგრე გაადიდეს ჩვეულებრივი Motorola იყო ხო და ეგრე გადიდებაც ნამდვილად არ შეიძლება რაღაცის და რაღაცის გამო რო ვიღაცას შენ დაწინო და ცუდი თქვა ეგ ნამდვილად არ შეიძლება და ზოგს არც აქვს და განდიდების მანია აქვს ზოგს არა აქვს უფლება ზოგს არა აქვს უფლება რომ
ის არის რა ქვია ზოგს კი არა საერთოდ ადამიანებს არ უგაქვს უფლება ჩვენ ვიღაცას დავცინოთ რაღაცის გამო ან იმას რა მანქანა ჩართული ხარ ხო ემას როგორ აცვია ემას რანაირად აცვია უფ დიდი ამბავი ახლა იმას ბრენდი თუ არ აცვია ბრენდი თუ არ მაცვია და ლუი ვიტონები და ბალენსიაგები და შანელები თუ არ მაცვია ისე ვერ დავაცვი ეგ რა არის ეს პოლო ამგონი თუ არ ვცდები ხო მე რო გაცვია და ნაიკები და ისინი რა ქვია აი რო გაცვია ახლა ეს პოლო თუ რაღაცა რა ნაიკები და ადიდასები და ისინი თუ არ გვაცვია დიდი ამბავი ადიდასიც მგონია ნაიკიც მგონია ორიგინალიც მგონია არა ორიგინალიც მგონია მაგრამ თავში არ ამოვარდნია არასოდეს არ აი მაგალითად დუბლიონკა ვიყიდე 800 თუ 600 ლარი მივეცი აღარ 600 კი 700 მივეცი აღარ 1000 რაღაცა მიეცი რა 600 დუბლიონკა ხო აღარ მახსოვს რა მივეცი და ის არის რა ქვია ვინმესთვის უნდა მივსულიყავი და მე ის მაწვია თქო ძვირიანი დუბლიონკა თქო და შენ არა გაქვს თქო ნახე მე რა მაქო შენ არა გაქვს პაპებო იცოდით ხოლმე ადრე ხო და ბავშვობაში პატარები რო ვიყავით ხო ბავშვობა იცოდით ხოლმე ადრე ხო და რა ძალიან სისულელეა რაღაცის გამო ადამიანის დაკნინება გიორგი აი ამ ჭხილებზე თურმე ეხლა რომ მოხვდებით ლიბრეში ლიმონი უნდა ვიყიდო და სოდა თურმე ლიმონი უნდა წამოიცვა და დაიდოთ სოდიანი ლიმონი და ნასკი უნდა მოიცვა და გაგიქრება რამოდენიმე გაკეთება უნდა გააკეთო ყოველ საღამოზე რო გააკეთო რა ხო და ელემენტარული არაფრით არ შეიძლება გიორგი არასოდეს არ მე სულ იმას ვიძახი რომ არ შეიძლება ადამიანობა აი მაგალითად ფული წავა ადამიანობა რჩება მაგალითად რომ მოგივა სტუმარი სახლს ხლის იმას რო უყურებს სახლს თავის იმას ადარებს რა ქვია თავის სახლის იმას სიდიდეს ხო ცხოვრება აი ოთახის სიდიდე მაგალითად ცხოვრებაზე კი არა ოთახის სიდიდე კვადრატული იმაზე ხო თავისას ადარებს რატო უნდა შეადარო მაგალითად ვიღაცის სახლი შენ სახლს მარტო კატასტროფა კი არა ისედაც ადარებენ გიორგი მე მეტი მაგდა ზოგი ისე იცის თვალების ცეცება გეგონება მუზეუმშია არ შეიძლება ნამდვილად ვიღაცას რომ რაღაცის გამო დასცინო დღეს შეიძლება იმას აქვს მეორეც შენ გქონდეს მესამეთ იმას გქონდეს და თავში არ უნდა აგივარდეს და თავში ავარდნა ნამდვილად ხო შეიძლება ეხლა რა განდიდების მანია იმაზე კიდე უცხოენები რატო არ იციო და რატო არ საუბრობო იმაზე იციან ხოლმე რა ქვია დაცინვა ყველა მარიცის კაცო ყველა მარიცის უცხოენა კაცო უცხოენა ყველა მარიცის ყველა ხო არც არის სიცხედი რომ რაღაცა არის არა სისულელია სწავლა სიბერებდე უტყვილა კი არა ნათქვა თავის დროზე სულ არ ვიცოდი უცხოენები მაგრამ ის არის რა ქვია რა ვინმეზე ნაკლები ვიყავი თუ რა არის ხო და ელემენტარული არავიზე თავში არ უნდა აგივარდეს არავიზე ზედმეტი არ უნდა თქვა არავიზე ცუდი არ უნდა თქვა მიუყევი შენ ცხოვრებას გექნება შენთვის გექნება არ გექნება ნუ გექნება და იმას კონდეს ღმერთმა მისცეს ოღონდ თავზე არ უნდა დამხედოს და ხან მაგ თუ არა მაგ რატომ უნდა დავხედო თქვა მე რომ მილიარდელი ვიყო და ვიღაცა მოვიდე დამხედოს თავზე რატომ უნდა დამხედოს აი მაგალითად ის არის რა ქვია შეიძლება დღეს შენ გაქვს და ის არის გააქვს ყველაფერი იცი და მაღალი რანგის ისახარა ქვია წარმომადგენელი მაგრამ დათავაზება კი არა გაქვს შეიძლება ვიღაცა ღარიბი შეიძლება ერთი დღეც მოვიდეს სოფლიო ვარსკვლავი გახდეს ხო და სოფლიომ გაიცნოს ხო ნამდვილად აი მაგალითად რეპერი რო ამერიკელი რეპერი ემინემი თუ იცით გეცოდინებათ რა თქმა უნდა ემინემმა ნულიდან დაიწყო ბავშვობაში გაიზარდა ერთი მასში რა ქვია ქოხში იზრდებოდა
სახლიც არ ქონდა და ერთ რაღაც ღარიბულ უბანში გაიზარდა დღეს სოფლიო ვარსკვლავი გახდა ხო არის ცხოვრება ვის როგორაც მოგვიტანს შეიძლება სულ მილიარდელები დავხდეთ მაგრამ და თავზე არავის უყურებს ეს ადამიანი თავზე არავის უნდა დავხედო რომ შენ ჩემზე ნაკლები ხარ არა აი მაგალითად ემინემ საერთოდ არ ეთყობა თუ სოფლიო ვარსკვლავია თავზე არავის არ უყურებს საერთოდ არც უნდა ღარიბთან ღარიბულად ღარიბთან ისე არის როგორც მეგობარი დიდართანაც დიდრულად არის ღარიბთან ღარიბულად არის ხო და არავის უყურებს თავზე არასოდეს არ უნდა დახედო არავის თავზე და ზედმეტად ზედმეტი არავის არაფერი უნდა აკადრო ჩვენ ადამიანებმა უნდა მივხედოთ საკუთარ ცხოვრებას და სხვის ცხოვრებაში ნუ არ უნდა ვიკეკებოდეთ ახლა ჩვენი აზრია უბრალოდ ეგ მე არავზე ზედმეტად არ საუბრობ და არავის არაფერი დაუწერია არც მივაქცევდი ყურადღებას მე საერთოდ არა განადაუწერია დაწერაზე კი არა ელემენტარული არავის არ იგონოს რომ ვიღაცაზე საუბრო უბრალოდ თემა უბრალოდ ჩვენს აზრს ვიძახით და უბრალოდ ჩვენი აზრია ჩვენი რა საქმეა ვინ როგორი იქნება და ვინანაირი იქნება მაგრამ ჩვენი აზრი ვთქვით უბრალოდ რომ აი მაგას არავის არა გვაქვს უფლება ადამიანებს რომ ვიღაცას დავწინოთ ჩვენ არავის ცუდად არ მოიხსენიებთ არც სახელს არც და უბრალოდ ჩვენი აზრი ვთქვით და ჩვენი აზრით დავაფიქსირებთ იმიტომ დავაკონკრეტებ ამ ყველაფერს რომ ზოგს ცუდად ესმის და ხო ნამდვილად არავის არ უნდა დააკომპლექსო და არავინ არ უნდა იმას ქნას აქვია და ზოგს ექნება ზოგს არ ექნება მაგრამ ადამიანობა თავარია ადამიანობა შეინარჩუნოს ადამიანმა მარტო ქონებაზე არ არის თავარი ადამიანობა შეინარჩუნოს და ადამიანობა იქონდეს და სული ქონდეს წმინდა და ნორმალური თორე იმას როგორი იქნება გარეგნულად ისეთი იქნება თუ ასეთი იქნება თუ როგორი კიდე სად იცხოვრებ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ნამდვილად აი ჩემი აზრი ეს არის და სხვისი არის იცი რა არის საერთოდ ადამიანი რაც არის იგივე იქნება ბოლომდე კი როგორი სულის მატარებელიც არის ისეთი სულით დარჩება მაგრამ ზოგი რო არ რჩება გიორგი ზოგი რო არ არის ეგრე ზოგი მიმაშია და მე უცბად ვარდება ხა ეს ხო მაგას ვიძახი როგორც იქნება ღარიბიც იგივე იქნება და მდიდარიც იგივე იქნება სიმღერა რო არის ხალხნო ქართულ ღარიბსაც იგივე გზა აქვს და მდიდარსაც იგივე გზა აქვს მართალია რა უშუალოდ რა ვერაფერს ვერ ხედავ ნორმალურად ის არის ერთი გზა აქვს ორი ეს ნამდვილად და არ შეიძლება უფალთან უნდა მიხვიდე წმინდა და სუფთა არათუ შენ ვიღაცას დახედო თავიდან რა ხარ ფული გაქვს ესე იგი ვინმეზე მეტი ხარ ბრენდი ადამიანს ბრენდი გაცვია თუ არა ბრენდი გაცვია თუ რა გაცვია და როგორი ფორმის ახარ და რა ფორმის ახარ ყველას ბრენდი ვერ ეცნო რა ზომის ახარ და რა ცხვირი გაქვს და რა ყური გაქვს და რა ხელი გაქვს მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავარია სული იყოს წმინდა გული იყოს წმინდა სუფთა და სუფთა ადამიანი იყო თორე თავარია ის კი არ არის აქვია ყველაფერი თავარია ადამიანი ის ქონება და ცხოვრება და ის სიმსუხნე და სიელმე და ბოდიში არ მეყვარს ეგეთი სიტყვების ხმარება მაგრამ მოდის ინვალიდი აი სახარ ხეიბარი ხარ თუ რა ხარ ხეიბარი აუგურ მეჯავრება ეს სიტყვების სიტყვა ინვალიდი და ხეიბარი მეჯავრება არც მე არ მეყვარს ნამდვილად მაგის თქმა ღმერთს თომა ძალიან ცუდად ჟღერს და მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის თავარი ადამიანი იყოს და ადამიანის სული ქონდეს და წმინდა და ადამიანის 100 წელი ადამიანს მე მაგაზე ცუდი რატო უნდა ვერ ვიტყვი მე ვერავიზე ვერ ვიტყვი თავარი ადამიანი იყოს ცუდი რატო უნდა თქვა ჯერ ეგეთი კბილი ქონდეს სული ქონდეს და შენ მოგეპყროს ისე რომ აი შენ ნამდვილად აი მართლა რო ადამიანი იყოს რა მნიშვნელობა აქვს იმას როგორი იქნება და რანაირი იქნება რავი ჩემთვის ნამდვილად იცი რა არის შენს აზრს კიდე შენი აზრი ადამიანს ხო გაქვს რა თქმა უნდა და თუ რამე გინდა კი არ უნდა იოცნებო ოცნება კი არ უნდა იოცნებო მიზნად უნდა დაიცახო ის რაღაცის გაკეთება გინდა აი მაგალითად გინდა ისწავლო ბევრი ისწავლო
ბიზნესი წამოიწყო წახვიდე საზღვარგარეთ ახლა ოცნებაც შეიძლება გიორგი იოცნები მაგრამ ხო და ის ოცნება მე გეგმათ უნდა დასახო ხო რა თქმა უნდა იოცნები ხო გეგმათ უნდა დასახო და აუცილებლად ახდება და შეიძლება ბევრი დაკარგო ბევრი ახლობელიც დაკარგო მეგობარიც დაკარგო მაგრამ საერთოდ ბრბო მოვა წავა და იმის გამო რომ შენ ვიღაცას არ დაუჯერე შენ არაფერი გაკრდება მაგით საერთოდ და ვიღაცის აზრი რო არ გაითვალისწინე მაგით არაფერი გაკრდება ეგ მაინც რასაც გადაწყვეტ შენი გადასაწყვეტია და მიყევი ისე როგორც გინდა და უაზრო აზრებს არ უნდა დაუჯერო ნამდვილად ეს მზის ალერგია გაქვს შენ იცი? აქ მარტო? არა, მზის ალერგია გაქვს, აი უყურე სიცოცხლე. აი აქაც არის. ეს მოვიფხანე და მაგით. აი მზის ალერგია გაქვს დედა და იმიტომ. ხო და ელემენტარული უნდა დაისახო მიზნად. მიზნად უნდა დაისახო. შენი ოცნება. არ უნდა იმას ქნა. შენი სული არ უნდა დაიმძიმო მაგის გამო, ვიღაცამ რაღაცა იქნა. თავარია ჯანმრთელობა იყოს, კარგად ყოფნა იყოს და წინსვლა იყოს და ხო მართლა რა გამახსენდა კიდე კითხვა იყო იმ დღეს რომ ვიდეო ჩაწერეთ ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რამდენი ენა იციო 5 ენა ვიცი ინგლისური, იტალიური, ესპანური, რუსული და რა თქმა უნდა ქართულიც ქართული რა თქმა უნდა დედა ენა არა 4 ენა ვიცი უფრო სწორად შემეშალა უკაცრავად ინგლისური, რუსული, იტალიური, ესპანური. ინგლისური, რუსული, იტალიური და ესპანური. ხო. ინგლისური ჩემი პირველი ენაა, რომელიც რომელიც ვისწავლე უცხო ენაზე ვიძახი. ხო, მესამე. მეორე იყო ესპანური ენა, არა, მეორე იყო რუსული ენა. რომელიც ვისწავლე, რუსული ენა უყოდ მე თვითონ ვისწავლე. არსად არ მივლია და არც მასწავლებელი, არც ის არა ქვია, არსადაც ჩამებარებია რუსულ ენაზე. მე ვისწავლე ესპანური, მე ვისწავლე იტალიური. ეხლა ჰინდის ენას ვსწავლობ, მეხუთეს, ეგ ჩემთვის მეხუთე ენაა. ხო და ასე. და უბრალოდ არ შეიძლება ეგეთი რაღაცეები ხალხო, აი ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. თუ დაგვეთანხმებით, თუ არს თუ არ გვეთანხმებით, დაგვიწერეთ ეგეც. დაგვიწერეთ. თქვენი აზრი გავიზიარეთ კომენტარებში. და ფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ გვეთანხმებით, თუ არ გვეთანხმებით, რა ვიცი. ჩემი აზრი ნამდვილად ეს არის, რომ ადამიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ერთი ვიდეო არ გვეყოფა? კი, ბევრი ვიდეო შეიძლება რაღაცას ჩაწერო. ერთი ვიდეო ამ თემაზე რო ვისაუბროთ ნამდვილად არ გვეყოფა და ჩვენად მოკლედ დავაფიქსიროთ რა. ჩვენი აზრი ეს არის და ჩვენი რა ვიცი მე არავის ზედმეტად არ ვეხებით. სხვას არ ვეხებით არავის. ნამდვილად არ ვეხებით. ყველას თავის ცხოვრება ის როგორ უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ეგ ჩვენი აზრია, უბრალოდ ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. ხო, მაგას ვიცახი. რაღაცა მაგას ვამბობ. ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ. კი, რა თქმა უნდა. და ეგ არავის საქმე არ არის. ეგ უკეთესია. არავის საქმე შეამონა ჭერიო. არავის ზედმეტად არ უნდა იმას ქნა. კი, ახლა ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ თუ მოვიდა ვიღაცა და ჩაგარტყაურო და გაგამთქნერებიო სული? აუ ნერვებს მიშნის ეს რაღაცა. არა მოიგო. არა, ურო თუ ჩაგარტყა და ის აგრები დაგიშინა რა თქმა უნდა მოიღებ ხმა. სიტყვის მასალა თავს უბრალოდ ჩაგარტყავს, მაგრამ სიტყვის მასალა თავს თუ ვიღაცა მოვიდა და შეურაცხყოფა მოგაყენა. ეგ რა თქმა უნდა. ისა და ელემენტარულ რაღაცას ამოიღებ ხმას, აბა ის ჩეკ-ჩეკ ხო არა. ეგ შენ გეხება ცხოვრება. ეგ შენ უკვე შენ გეხება და
შენი მისამართით იყო ეგ ნათქვამი რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ უბრალოდ ესეთი რაღაცა ვიღაცას ეხლა დავანებოთ მაგას. ვაიმე რა მინდა და თქვა. ისაო რა ქვია. ერთ-ერთმა დამიწერა მოგესალმები. სულ მინდოდა ამის კითხვაო. ხან სამზარეულოს რო ვიღებ. ამ ტელეფონით ვიღებს ხშირად ამ ბოლოს. ხან მარჯვნიდან ჩანს ეს სამზარეულო, ხან მარცხნივარიო და რატო არის ეგრეო და ის სარეცხის ისა რა ქვია. კუხნა იმისისა. ხო, ნიჟარა. ხო, ხან მარჯვნიდან ჩანს, ხან მარცხნიდანო და რატო არის ეგრეო და ხანდახან სარკისებური იცაა რა ქვია. ეგრე შვები ხარ. სარკისებური. ახლა მაგალითად მე მარჯვნივზი ვარ, დედა ჩემი მარცხნივზი და ვიდეოში მე რო ნახავთ. შეიძლება მე მარცხნივ ვიჯდე და დედა ჩემი მარჯვნივ. ხო, ამ ტელეფონს ეგეთია. ხო, არ ვიცი, ხან არა აქ. ხანდახან აქ. ხანდახან ჩაითვება ხოლმე. ერთხელ ხან ხო, ეს ტელეფონი იყო მე მგონი თუ შენო ტელეფონი გაქვს. ის არის. უგომა იყო. ვიღებ ვიდეოს ახლა სეინობთ გარეთ, ვიღებ ვიდეოს ვლაპარაკობ. ხალხო ვიდეო გამოვედი სახში, გავამონტაჟე ვიდეო, გავაკეთე. მსაუქენ, არ იყო ამობრუნებული, ამოტრიალებული, მე რა ვიცი, მე რომ დავამონტაჟე და იმას აღვენ უკვე გავაკეთე ყველა. აკეთე ხალხო ვიდეო, ჩავრთე და რასახედა პირქვე ვარ. თავი გონდა. ამოტრიალებულები, თავდაყირავართ ხალხო. გონი ვიდეოზე ვიდეო. დევს მგონი ხო არ წამიშლია. არ წამიშლია მგონი დევს ეგ ვიდეო. ვაიმე. დავდე და მე იმას აქვენი. მე ის რომ მენახარო არ იყო ამობრუნებული ყოფილიყო მე რომ გავაკეთე ამოვატრიალებდი და წაღმაგები უყובה დავდევიდე ალბათ უნდა ჩამოკიდებულიყვნენ ხალხი და ისე აყურები დევს მგონი ეგ ვიდეო ბოლოში იქნება ახლა ვერ ვიპოვი ვიდეოს ნამდვილად რომ დაგიდოთ თავიდან აი მე ძალიან დიდი რამდენი ვიდეოა გადაღებული ძალიან ბევრი ვიდეოა იმის მერე ხო ეგ ის არის ახალგამომწვარი ის რო ვიყავი უკვე იუთუბერი მაშინ იყო ხო ელემენტარული აუ სუპირველი ვიდეოა კიდე მაგარი სიბნელეში რომ მოვდივარ ნეტა რა ჩანს იქ რა ვიცი ხალხო თუ ვინმე უყურეთ რა დაინახეთ მე ვერაფერი ვერ დავინახე იქ და რეებს ვლაპარაკობ ვაიმე საპარაკობდი ხო ვაიმე რა სისულელეს ვლაპარაკობ ღმერთო გზაში რომ მოვდივარ და ლამის დავიმტვერი კიდეც ღმერთო რა ძალიან სისულელეს ვლაპარაკობ თან იმას რო გიყვებით რა ვიყიდეს გიყვებით ვაიმე ელემენტარული სიტუაცია იყო თაისი პირველად არ ძნელი აუ რა სისულელე აქ რო გვედგა მაგიდა და იქ რო იჯექი მე ვიყავი ისა შენ იყავი შტატივი ხო და ნაყიდობებს რო ვიღებ თავიდან ხო ნაყიდობებს რო ვიღებ და იმაში კი არ ვიყურები რა ქვია პარკში რო რაღაცა ამოვიღო თქვენ გიყურებთ ხალხო და პარკში ესე ვიქეკები ასე აი ისე თავიდან რო შემოხვა რა ცუდია ძნელია ჩაულები ვართ ხო ჩვენ თავიდან ნორმალურად არც მე მეგონა ვერ ვილაპარაკებ ნორმალურად ვიბლუყუნებ და ვიზლიყინებ რაღაცა ისე ადამიანი იცი რა არის ადამიანი ყველა პლატფორმას ერგება ადამიანს ისა ის დამიწერეთ ხშირად ამბობ ინგლისურ სიტყვებში ხშირად ვამბობ იმიტომ რომ არ ვიცი რა მემართება აი ხალხო მოგიყვეთ მაღაზიაშიც რო შევალ მაგალითად ხო უნდა უთხრა რომ მაგალითად მომეცი ტუალეტის ქაღალდი ხო ვაიმე ხანდახან ამომივარდება ხო თავიდან ქართულად 1 საათი დგავარ რომ ქართულად გავიხსენო მაგალითად ტუალეტის ქაღალდის დასახელება 1 საათი დგავარ და მე უცბად ამომიტივდება გამახსენდება ვაიმე ეგრე ვზლიყენებ ხოლმე და მაპატიეთ ინგლისური სიტყვებისთვის I'm sorry გიორგი წადირაბა მატორი ის ნახე მანქანა რადე ხშირად იძახიო და ვიძახი რა ვქნა ვიჭედები ხოლმე ქართულში უცხოენებს ვსწავლობ და ქართული ენა მოვიწყდება მგონი ამასობაში ო იქნება ჩემს ხალხო
ის არ არის სადგასაშვები. ქართული ენას თუ დაავიწყდება. არა და ქართულად ვლაპარაკობ სულ. მე მეტყვის ხოლმე და მე არ ვიცი ინგლისურად რაღაცა სიტყვის. ქართული ისა და მე კიდე მე რა ვიცი ახლა ინგლისური, მე არ ვიცი რაც მართალი არ ვიცი ინგლისური. მე ვთხარ ქართული აღარ გეხერხება მეთქი გეკერკება თქო ვიტყვი ხოლმე. ეგრე რა ვიცი. ზოგს ავიწყდება რაღაცა სიტყვები ავიწყდება რაღაცა ახსოვს რაღაცა არ ახსოვს და ასე. შემდეგში ხალხნო გვინდა იმის დაგემოვნება რა ქვია იოგურტების და ვნახოთ აბა რა იქნება შემდეგ ხელფასობაზე. რამოდენიმე ვიყიდით ორ ცალს რამოდენიმე ცალს და შევადარებთ რომელი გემო რომელიც არის გემორიელი. ან თითო-თითოს ვიყიდით და ერთ კოს გიორგი შეჭამს მეორე კოს მე შევჭამ და ეგრე. და მაინტერესებს უბრალოდ რა გემოსი იქნება. როგორი რა გემოსია. ხა ყველა არა მაქვს ნამდვილად იოგურტი ყველა გემოსი გასინჯული. ნამდვილად არა მაქვს. ვიმე დამაჟრიალა რატო შემცივდა. თავი მტკივა ხალხნო ისე მწარეთ მტკივა თავი რო აი აქ რო ვზივარ ტვინში მიმაშვება რა ქვია ძალ დავზივარ. ამ ბოლო დროს რაღაცა თავის ტკივილ და მე ხშირად ამტკივა. ხშირად ამტკივა ეს თავი რა ჯანდაბა არის. ალბათ ყავის ბრალი. ხვალ ესენი მინდა მოხსნა გიორგი. და ესენი მინდა იქ სამზარეულოში გადავიდე და სამზარეულოში. ის და თეთრებს გაურეცხავ და აქ ჩამოვკიდე. ხვალ იმას წამოვიღებ კიბეს ოლიჩკასგან. და ეგრეა ჩვენი საქმე. ასე ჯავსანდალი მაქვს ხოლმე ხალხომე. ნომხალიზაცია. და ეწყება ზლიღ. ჯავსანდალი მემართება ხოლმე ხანდახან. თან არც მინდა რომ ის თქვა ხოლმე უცხოური სიტყვა. თომარ უნდა. თომარ უნდა და კეც გამოდის მაინც მეთქმევინება და რა გავაკეთო. ზლიყინი გაუდის. ზლიყ. მე დღეს იმასავშვებოდი რა ქვია მზესუმზია მინდოდა მაღაზიაში. წავედი და 1 საათი ვფიქრობდი ქართულად როგორ უნდა მეთქვა. რა ვიცი ეგრეა ჩვენი საქმე და რა ვიცი ხალხო. არა და იცი რა არის ხალხო არ არის კარგი ნამდვილად ვიცი რომ არ არის კარგი. მე თვითონ ჩემ თავზე ვბრაზდები. არ არის კარგი იქ ყველაფერი. დედა რაღა რა მემართება? რატომ ავიწყდება ხოლმე ქართული სიტყვები ხალხო? რა დამემართა? სკლეროზი გემართება ქართული გავიწყდება ის გემართება. იმის არის იყოს ფესვებშია თუ რომელიღაცა ქართული თურკინოში ბოლოს უკვე ცუდად როა ის კაცი და ქართული რო დავიწყდება და ფრანგულად ლაპარაკობს ხალხო ეგრე მომდის მე. დედა რაღა. ხალხო კიდე რა უნდა გითხრათ? თვალისფერი ადამიანზე რომელი თვალისფერი მოგწონთ აი ეგ მაინტერესებს თქვენი სიტყვა. ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი თუ რამფერი. აი გიორგის რო თაფლისფერი თვალები კონდეს თუ მოგეწონება. შენაფერი მოგწონს. მე ცისფერიც მომწონს და მწვანეც მომწონს. მე მწვანე მომწონს. შენ ხანაი ცისფერი გაგდედა. შენ მუქი ცისფერი გაგ. მე მწვანე მომწონს ძალიან. მწვანე ფერის თვალი მინდა. გააჭყიდე თვალი. თვალებს კი არ გადმოუყრი გაფეთ. რომელი გიორგის რო თვალები აი დაგისვავთ კითხვას ახლა. გიორგის რო სხვა ფერი თვალები მქონდეს მოუხდება? აბა აი მაგალითად მწვანე მომიხდებოდა? ხო. აი კითხვას დაგისვავთ მაგას. მწვანე თვალები მომწონს. ხო. ჩემ პირველ შვილსაც ის ჰქონდა ცისფერი თვალები ჰქონდა იმასაც. იგეთი ზუსტად. იცი როგორი მწვანე? ჰაზელგრინს რო ეძახიან ეგ. ისე ლინზები უნდა იყიდოდე. რა თქმა ლინზები? ღლენიზები მასწევინე და თვალები ამომათხრებინე კი. ხა ინფლუენსერებს რო უყურებ ხოლმე აი ეჭენ თვალებს და თხრიან ვაიმედე ითხრიან ამის არქეოლოგიურ გათხრებია. და დატოვე უთვალო ლინზების გულისთვის.
ჩვენი აზრი და გონება დავაფიქსირეთ. ჩვენი აზრით დავაფიქსირეთ, ხო? კიდევ კარგი ქართულად თქვი სიტყვები თორე. ცოტა ხანში თუ ფრანგულად შემოვიდა. ჩემ ვიდეოებს რო უყურეთ, ბევრ ინგლისურ სიტყვას ვამბობ, ხო? დედა რა გნახათ არის ჩემი საქმე. ჩემი საქმე ძალიან ცუდად არის, მე მგონი ალცჰაიმერი მემართება და მავიწყდება ქართული. ნადრევად. ალცჰაიმერი დამეწყო მგონი მე. აი ის მინდა ხალხო ნაყინი მინდა გავაკეთო იმითი. რა ქვია. აი ახლა მე დამემართ ალცჰაიმერი, აი. რა ქვია? ვაიმე, რა ქვია? ნახე. ისე ნახები რა. ვაიმე რა ნახები. ფურ ცუდი გამახსენდა ცუდი რაღაც. ნახები. რატო ქვია? რძის თავი ხო შეიძლება ერქვას რა? ნაღები. ძემა ხახლა სადუღებელი თქვენგან რო გავალ ხაფხნო. მაწონი უნდა გავაკეთე. და ცუდი რაღაცი გამახსენდა ნაღებს. აი, არაჟნით ისა, მაწონი. ვაიმე. მე არაჟნით კერა მე თათარბილაკ შემოგთავაზე. როგორ გავაკეთებ რა, გავაკეთებ. დასრულგინებს. როგორ გავაკეთებ რა, ნაირად გავაკეთებ. ხახში და იმაში გავაკეთოთ მაწონში რამე. რაღაცა მახსენებს. ხახში არ მინდა მე. შენ არ გინდა მე გავაკეთებ. შემაწონში? ვიცი შეიძლება არც მაწონში. არა, ერთ პოდნოს შენ გაკეთებ ერთს მე. ჩვენ. ორი რო გამიკეთო და ერთი თქვენ? ისე რატო ქვია თათარბერაგი ხალხო? იცი რა არის, იქ გიორგი ხო იყვნენ ისე, რა ქვია, მუსულმანები. აზერბაიჯანულ კულინარიაშია თუ არ ვწდები ეგ ისა რა ქვია. ხო, მე მგონია. და სხვათა შორის ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია სხვათა შორის. თათარბერაგი. კერია, კარგად შეკაზმულ ყველანაირად, ხო ნიური არ მინდა. ნიორსაც ასხავენ ხოლმე, მაგრამ ნიორი რო იმას დაასხა სახში მე ვერ გავჩერდები და გამოვიტან გავიქნევ გარეთ. აუ ხალხო ადრე ნიორს როგორ თლიანს ჭამდი და ხავსაც. აუ ეხლა არ შემიძლია. ნიორის სუნი რომ მომდის და ხახვის სუნი რომ მომდის, ელდა მეცემა ხოლმე ცუდად ხვდები. ძალიან თან. ნიორის სუნი რომ მომდის ხალხო ბოდიში და გული მერევა ხოლმე. დინზე ვართ 42-ზე. ვიყოთ ცოტა ხანი და უდას ხანდახან ხალხო აჯაბსანდალი იქნება ჩემს ვიდეოში და ტვინში მაქვს აჯაბსანდალი ხოლმე ხანდახან და მე მგონი რაღაც მემართება ცუდი. ისე სხვათა შორის არ უნდა გამიშვათ საზღვარგარეთ მე. უნდა დამაბათ საქართველოში. აბა ქართული მავიწყდება, დამავიწყდება იქ რო ქართულს არ გავიგონებ, დამავიწყდება საერთოდ. მე თავიდან რა ისწავლის. აუ, წადი და გავიწყდება. ჩვენ ხო და გელაპარაკებით. წადი. დედა რა გავქნა. რომელ ქვეყანაში გინდა თქვა სიტუაცია? მექსიკაში. არა, მექსიკაში მივდივარ. ეგრე ბევრ ქვეყანაში მინდა სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ საცხოვრებლად რა ვიცი. საცხოვრებლად ესპანეთი უფრო მერჩევნია. ზედა. აი მომწონს. ამერიკა. არ მინდა ამერიკა. ბრიტანეთი. ეგეც წავა. ისიც წავა ამერიკაც, მაგრამ ამერიკა დიდად არ მინდა. პოლონეთი? პოლონეთში რა უხრობა მინდა, ეხლა პოლონური მასწავლე კიდე, ხო? და საერთოდ აჯაბსანდალი გამიხდება მე თავში. რა შემოგვიوار და ვინმე ეზოში? თუ რა ხდება? ოდია ჩვენ ისე
გაითიშა მონქანადე. კი. გაუთიშია ბევრი. ბებუარ სახში. კითხვაზეც გიპასუხეთ კითხვებზე. დომხალიზაცია. ადამიანმა შეამჩნია რომ დომხალია ჩემს საუბარში და დაბლენდერებული ისა, ქვია. ჩორბა მაქვს საუბარში ხალხო. ხო იცით ეგ რა თურქული იზარია ქვია, წვნიანი. ხოთაშურის გემრიელი. გემრიელია ოიძახიან ხო. ესე ეს ორი ცალი იქ ეყოფა. ის ორი ცალი სადღაც არის. ორი ცალი ასე გამიკეთეთ. და ზერო მომანათებს თვალებში კაცე ხოლმე. და სათვალეს რატო ვიყენებო და სათვალეს ხალხო იმიტომ ვიკეთებ ხოლმე. სულ ხშირად. ოღონდ ერთი სათვალე მაქვს ამოჩემებული. მე ხო სათვალების მანია მჭირს. 70 სათვალე მყავს კი არ მაქვს. იმიტომ ვიკეთებ რომ ალერგია რომ აქვს. თვალები მტკიდება ხოლმე გარეთ რო გავდია. εν დღეს დამრჩა სათვალე სახლში. და სამსახურში რომ მივედი მე მივხვდი რომ სათვალე დამრჩა. თვალები ამეკავა და თვალები რომ ეკავება ხოლმე მე ის არის ქვია მისივდება თვალები. მეწვით და მისივდება საშინლად და ჩინელს გვავალ. ასე ვარ აი მოჭუდული. და ჩინელს გვავალ პირდაპირ. თვალებით. არაფერი ჩინელებთან პრობლემა არ მაქვს. რა პრობლემა ადამიანია ის? რა პრობლემა? არავისთან პრობლემა არ მაქვს მე. არავისთან არაფერი ჩვენ პრობლემა არ აქვს. მე პირადად არ მაქვს პრობლემა არავისთან. იცით ხალხო ხარ რას ვიძახი ხოლმე მე ამ ინგლისურ ენაზე ზროურებ ქართულში. იმას ვიძახი ხოლმე რომ ქართულად ფილმებს და სერიალებს და იმებს არ უყურებ. უყურებ ინგლისურად. და ალბათ ინგლისურად რომ ესმის იქ ყველაფერი, მაგიტომ არის. ჩემი აზრით მაგიტომ არის. ალბათ თქვენ დამიწერეთ. ქართულად უნდა უყურო. Thank you very much. Thank you so much. Thank you. Eu შენ მალე აი აქ გამელოტდები გეჭერებ, აი. ყურე. მე გადავიხოთ რომ თმას. ნუ დავიხურებ პარიკს. თიმზე ბევრი პარიკია. გამოვიწე და დავიხურებ პარიკს. როგორიც გინდა ისეთი იმას აქედი რა ქვია, გაიკეთე. გრძელი, მოკლე, თუ გინდა კარე. აუ რა მაგარი ის არის პარიკი იქა. რა გამოიწერო პარიკი? მაგარი პარიკებია, ხო. ის პარიკი მე რო გავაზიარა ეგრე მიდაცემები შეჭრა მეთქი. გამოწერა რა გინდა ეგრე შეიძლება ეთქო. შეიჭერი კაცო. თან რო შევიღებო ეგრე. ისე რა ჭაშურო წავიდა. ო ეხლა მოუნდება მაინც იმას ყივილი, ხო? მე მინდა ეგრე ქათმები არ დამავიწყო და შემწყდება. აი მე რა დებილი და ბოტი ქათმები არიან ღმერთო. იმ ადგილს არაც ცივდებიან. კიდე იქ არიან? მე რა ვიცი არ ჩავსულ ვარ. იქ იყო ნეწეღანა მე რო ჩავედი, შვენივრად არიან თავში. ახალმა გამოშვებულმა ვარიერმა რო იციან ხოლმე წიწილებმა, გაინავარდებენ ხოლმე ტელეზოში. და დახტუნავენ და დაფრიფინებენ. ეხლა იქენი მიეჩვევიან და იხტუნავენ, მინჯი პატარები არის. ნუ დაფრინავენ ხოლმე. რა საყვარლები არიან კათმები. შვენიერი კათმები იქნებიან ეგენი ლამაზი. ტეტლები და ჭიტლები. შვენიერი ჩიკენები იქნებიან. ჩიკენ. ჩიკენ 1, ჩიკენ 2, ჩიკენ 3, ჩიკენ 4. აი მე ეს მინდა ვავაგდო რომ ხელა მტვერია გამას რა. ალბათ ამის ქვეშ რო ავიღოთ. იმდენი მტვერი იქნება რო რა. ნაგდო და აი ეს გაწევ გამოწევ ფარდას რო და გაწევ გამოწევ ხო და ნორმალურად მაინც იმას იზავ გაწევ გამოწევ და მიწევ და იმას იზავ. მოდი ავიღოთ იოდი ხვალე და თან ვიდეოც გადავიღოთ.
ხო ხალხო გუშინ კიდე ისეთი წვიმა იყო ვაიმე ნიაღურები მოდიოდა ეზოში აი პირდაპირ ნიაღვარი რო გინახავთ ეგრე კიდევ კარგი სიტყვა არ შემეშალა გინახიათ უნდა მეთქვა და გინახიათ კი არ არის გინახავთ თქვი გინახავთ უკაცრავად ქართულის მასწავლებელო არა ერთი კრიტიკოსი ამყავს თუ რამე შემეშალა იცოცხლე გამომივარდება სადამ აქ ნერვი ზოგის ნერვი კი არა ხანა ვაიმე 50 წავედით ხო ის არის ხარა ისე ცუდად კი არის მასაშვება რა ქვია ცუდად არ ამწერს ხან გამოგვივარდება ხან არ გამოგვივარდება ხან გადმოგვივარდება მაგრამ რას ვიზამთ ნუ გავწლოთ აბა YouTube სივრცეში რო ვართ აპარა ვაიმე იმ დღეს იყო მაგარი მეგობარს ველაპარაკები ხალხო და მე იმას ვეუბნები არ დაიძინოთ ხო ველაპარაკები რა ვწერ იმას ვეუბნები არ დაიძინოთ ხო და მე თვითონ დამეძინა თავში დამეცა ტელეფონი და დილით ვნახე მესიჯი ჰა პოემა ისა რა ქვია შევპატრონო დაგეძინა მე მეუბნები არ დაიძინო და დაგეძინაო შენ თვითონ დაგეძინა მაგის ყბაში მტერი ჩავარდა არ გამიგონოს თორე მომკლავს მაგის ყბაში ჩავარდა მტერი მართლა მოდი ახლა დავიმშვიდობოთ გიორგი 41-ზე წავედით 41-ია მგონი 42 ვაიმე დედა კიდე გადმოვა Oh my god არის ახლა კიდე გადმოვა 52 ცოტა ხანი და წავიდეთ მე 40 და რა ვთქვი 41-იო გამოვშტედი მე რა ხედავ ხალხო და რა სამლაპარაკობა 41 სად არის და 52 ჰა 52 ხო ეხლა რაღაც სხვა ხედავ ორი ვიდეოს იყო მაგარი ორია 52 არის მაშინ 2 ხო 52 აბა ხედავ ხო ხალხო მოიცარა ცოტა ხანი იყო რა აბა ხედავ 1 საათი აწავა 1 საათი უყურე ცოტა ხანი ვიყოთ და ცოტა 1-2 5 საათამდე ვიყოთ და წავიდეთ 2-5 საათამდე რა არის კაგიჟდი შე 2-5 საათი ძალიან მომნატრებია კამერასთან შემოსვლა ხალხო მგონი კიდე კი მომნატრები ხარ შენი გზა და ვინიკები მომნატრებია ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო მომნატრები ხართ ჩემო ძვირფასებო ისე რა კაია ისი მე ვიდეოები რო გაქვს ყოველ დღე შემოხდა და მე საუბარი კარგად გუშინო ტორტის ვიდეო დავდე ხალხო ის ტორტი აღარ არის უკვე პრაშაი ტორტი ბაი ტორტი აღარ არის ერთი კვირის იყო და ერთი კვირის წინ იყო გონი ქუქების კეიკი აღარ არის ეგ გავაკეთე ხალხო გიორგის ინიციატივით ხო რა ისინი ვიყიდე რა ქვია ქუქები ვიყიდე რა ვაიმე პეჩენი ქუქები კი არა ორცხობილები ვაიმე დედა რაღა ორცხობილები და ცუდად არის საქმე პეჩენიები ორცხობილები რა ვიცი მე და გინდა თუ რა არა მასწავლებელი ბანანი გეგმაში არ მქონდა ბანანი არ იყო გეგმაში მაგრამ ის არის რა ქვია ბანანი რო ჩავედი მაღაზიაში და დავინახე უცბად ტვინჯი ამიტრიალ და რაღაცა და მომინდა ბანანის დამატება იმაში რა ქვია მარცუთან ერთად აი იყო სოთოშორის ძალიან გემრიელი იყო ვიდეოში ვერ მოვედით მაგრამ ვერინაის იყო ძალიან მაგრამ ძალიან გემრიელი იყო 3 დღე მივირთვით 3 დღე მივირთმევდით ხო რაც ვიდეოები დაიდო
თანდათან. და ეხლა დღეს ისა მაქვს ჯემი გავაკეთე იმ მარწყვით ხარხნო, დავჭყლიტე. მითი საჭყლეტით, რა ქვია. აი კარტოფილის საჭყლეტით. დავჭყლიტე, დავაყარე კილოზე შაქარი და შევდგი მაცივარში. ოღონ მარილოვანში ჩავასხე. შევდგი და ყოველ იმაზე ურევ რა. ახლა დღეს აღარ გამხსენებია, ახლა რომ გამოურევ. ყოველ იმაზე ურევ და მე რომ დადუღდება თავის იმაში ფორმას რომ მიიღებს, მე ჩავასხამ კილებში. და იქნება ჯემი. მარწყვი წელს რო გიორგი მარწყვი ჭამა, ამდენი მარწყვი არასოდეს არ ჭამია გონი. მარწყვი არ მიყვარდა? არც ბანანს ჭამდი, ვჭამდი. არა ჭამდა. არ მივირთმევდი ბანანია დიდად. 1-2 წელს კი შევჭამე ვიდეოში, მაგრამ დიდად არც მე არ მიყვარს ბანანი. ის არის რა ქვია. კიდე რას არ მივირთმევდი და ახლა მივირთმევ. რა ვიცი. ქონა რამის არის მივირთმევდი, რა ვიცი. რაც აი ხალხო, რაც მიყვარდა, აღარ მიყვარს, რაც არ მიყვარდა, შემიყვარდა. ბადრიჯანი არ მიყვარს. არა, ბადრიჯანი მიყვარდა ადრე ბავშვობაში, ჭამდი და ბადრიჯანი გადამიყვარდა. ბადრიჯანი არ მიჭამია, რამდენი წელი ღმერთმა იცის. მოდი ახლა გიორგი მართლა წავედით დიდზე. ბაი, თორე ძალიან ნიკოპსიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ვიდეო გამოგვივა და თქვენც მოგბეზრდებათ. საუბარი ჩვენი უაზრო უაზრო ჯიგჯიგი. რა ვიცი, ხალხო. ხარავ ჯიგჯიგებთ. აზრიც დავაფიქსირე თემაზე. კითხვებზეც გაგესით პასუხი, გაგესით. დედა რაღა ვქნა. არა ხალხო, ცუდად არის ჩემი საქმე და ქართულის მასწავლებელი მინდა ავიყვანო. აბა ხედა აბაჰო. 200 ლარს გადავუხდი. არა, 2 ლარს გადავუხდი. მასწავლოს ქართული. 200 ძალიან ბევრია, არ უნდა მეტი. დიდი მადლობა ყურებისთვის და ლაიქებისთვის, მოწონებისთვის, რა ვიცი, ყველაფრისთვის. კიდე პირველ კლასში დავჯდები მომავალ წელს და ვისწავლი თავიდან. დედა ენას. თავიდან გავივლი. ბოლოში იჯიგჯიგებს გიორგი. ჰა? ბოლოში იძლეყინებს გიორგი. რაზე ბოლოში? სასაცილო რაღაცებს. თავიდან გავივლი ხალხო ქართული ენის კურსებს ვისწავლი. აბა ხედა აბაჰო. აბა ხედა აბაჰო. მაგრად იყავით. Subscribe to my channel. Please, people, please. Like it. Like, comment, and subscribe. დაახატე იმას ლაიქი, ესე ისე. Like, comment, and subscribe. Bye. აბა ჰეი, კარგად. Bye bye.